მოგესალმებით ყველას მეგობრებო, გამარჯობათ. დღეს არის მეორე ნაწილი იმ ვიდეოსი, ბოლოს სადაც ვიყავით 12-ში სოფელში მრავალშვილიან ოჯახში და მოკლედ მონახაზი რო თქვა, ძალიან ბევრი რო არ ვისაუბრო. მე ხა ყველამ კარგად იცის რომ არც ტექსტი მაქვს, წინასწარ დაწერილი რაღაცა სცენარი და არაფერი. უბრალო იუთუბერი ვარ ესე რო ვთქვათ, რაც მომადგება ენაზე და როგორც ვფიქრობ, უცებ მომენტალურად ისევ საუბრობ. ჩვენ რო ვიყავით პირველად ამოსულები აქ, Instagram-ზე დავდეთ Reels-ი, რომელიც ნახა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მცველმა, ფეხბურთელმა, საბა კვირკველიამ, ძალიან მაგარი ადამიანი, გავიცანი პირადადაც და მაგ ადამიანმა ჩამირიცხა თანხა რა. და ეს თანხა, ძალიან ისეთი თანხა, რომ მოხმარდა ძალიან ბევრ რაღაცას რა. მეტალოპლასტმასის კარფანჯრები ჩაისვა დღეს. კადრებს ნახავთ აუცილებლად. გაკეთდება ტუალეტი გარეთ, როგორც საჭიროა ისე. გეგმავთ აბანოს გაკეთებას. მოკლედ $1000 დაიხარჯა და ცოტა დარჩა და დაიხარჯა ხა მასალა არის ბლოკები, ცემენტი და რაღაცები არის საყიდელო, რომ ტუალეტი გაკეთდეს რა. აი, გულში გენაცვალე, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, რომ ესეთი სითბო, ყურადღება, გულის ტკივილი გამოხატე და შემეხმიანე და ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, შევხვდით ერთმანეთს და ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ რა. და აი, ისეთი ადამიანია, რომ აი, საერთოდ რო გამონახავ ადამიანობაში, აი ესეთი პიროვნება არის და ძალიან მოხარული ვარ, რომ გავიცანი პირადად ეგ ადამიანი რა. Instagram-ზე გავაკეთეთ community ჯგუფი. ლინკი აუცილებლად იქნება აღწერაში. სადაც იკრიბება ის ადამიანები, ვისაც სურვილი აქვს, რომ ესეთ შეჭირებულ ადამიანებს, როცა ჩვენ დავაპირებთ მისვლას, მაგალითად, ვიმე ოჯახში, მივალთ, იქ community ჯგუფში ჩავაგდებთ სურათს, რომ აი ვეხმარებით ამ ოჯახს. მეგობრებო, 100 ადამიანი რო იქნება ამ ჯგუფში, 200 ადამიანი. სიტყვას პირობითად ვიძახი რა. 10 ლარი, 20 ლარი, სადღაც მოგროვდება 1000 ლარამდე, ეს 1000 ლარი დამიჯერეთ. მე რასაც ვხედავ, მე რაც ვნახე ჩემი თვალით, მე რასაც ვაკვირდები ეს დღეები აქ დავდივარ, მე კვირაში ერთხელ მაინც ამოვდივარ, ბავშვებთან საჭმელი მომაქვს, ტყილობები მომაქვს და ასე შემდეგ. გაიაროს ამანქანამ და გავაგზავნებ. როცა იქ მე მივდივარ, გაიაროს ამანას და გავაგზავნებ. როცა იქ მივდივარ მე და ესე ბევრ პროდუქტებს გაიაროს ამანას და გავაგზავნებ. ჩემი დედას ფიცა ვარ, ისეთ სოფელში ვარ, ღმერთს ფიცა ვარ, მოძრაობა რო არ არის და კამერასთან ვდგავარ და პარიზი გახდა. ხა კიდე გამოვიცით გაიაროს ამას. მე მგონი დამთავრდა, ხო და ისეთ ადამიანთან მივდივარ იცის მაღაზიის გამყიდველობასთან მებადრონებას, რომ ის გაივლისეთ და რომ ძალიან იაფად, ძალიან შეღავათიან ფასებში, საბითუმო ფასებში მოგვა ყველაფერი, რასაც ყიდულობთ რა. და ნუ დაგეზარებათ, ძალიან გთხოვთ. ნუ აუვლით გვერდს, გავერთიანდეთ და ძალიან ბევრი უნდა შევძლოთ რა. ყველას მოგეხსენებათ და ყველამ კარგად იცით. მე YouTube-ზე რო დავიწყე მოღვაწეობა, საიდან და როგორ დავიწყეთ და არ დამავიწყდება, კანადაში ცხოვრობს, არ დავასახელებ ხა სახელდაგვარს. ძალიან მაგარი ადამიანი, გვერდით დამიდგა თავიდან ამ ყველაფერში. ეგ და ამერიკაში ცხოვრობს ლაშა, ყველამ კარგად ვიცით, Space Wolf. ზოგადად ლაშამ შემაგულიანა თავიდან ამ ყველაფერზე რა. ამ ყველაფერში მჭირდებით თქვენც რა. თქვენ მჭირდებით გაზიარებაშიც, მჭირდებით ლაიქებშიც, მჭირდებით რომ ხმა მიაწვინოთ ვიღაცას, ვისაც შეუძლია, ვაჩუქეთ, გითხარით, ხონში მაქვს, ქუთაისში მაქვს, რაღაცნაირად მოვახერხებ და ტრანსპორტირებას მევუზრუნველყოფ, მე მოუტან, არ მეზარება. სარეცხი მანქანა ახალგაზრდა ქალი არის, 6 შვილი ყავს, ხელით რეცხავს ბავშვების ტანსაცმელებს. სარეცხი მანქანა შეგვიძლია რომ მეორადი ვაჩუქოთ, ვინმეს თუ გაქვთ, გამოუყენებლად გიდევთ სახში. გავერთიანდეთ და ამოუტანოთ რა. ვისაც რა შეგიძლიათ ელემენტარული შეგვიძლია გავაკეთოთ რა. ამასთანავე, ქუთაისში კარფურში არის, უკნიდან რო შედიხარ პარკირების მხრიდან, Renew რა, ტელეფონებზე აკრავენ ბრონებს და დამცავებს უკან, ჩიხოლებს და ასე შემდეგ და ვისაც სურვილი გაქვთ თქვენი ტელეფონი იყოს დაცული, ნებისმიერი მოდელი შეგიძლიათ მიბრძანეთ მანდ. მიხვალთ უსაყვარლესი ადამიანები, გოგონები მოგებსახურებიან, გადაგიყვანეთ თავისივე ხელით, ძალიან გადაგიტკიცინებენ მობილურს და დაიცავთ ნაკაწრებისგან და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა გეგუნას, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ თავის მეგობრებთან ერთად ამოვიდა და დაამონტაჟა მეტალოპლასტმასის ფანჯრები. გადავიხადეთ მხოლოდ და მხოლოდ მასალის ფული მეგობრებო. ვისაც სურვილი გექნებათ, რომ ესე ხარისხიანად, კარგად და ადამიანურად შეღავათიან ნორმალურ ფასებში დაამზადოთ სასურველი მეტალოპლასტმასის კარფანჯრები,
ლინკი აღწერაში იქნება Facebook-ის გვერდის და შეგიძლიათ მიწეროთ და გაკვალიანებენ და აუცილებლად მოგექცევენ ყურადღებას TikTok ედიტორებს, როგორც ყველა YouTuber-ი აკეთებს, ისე მინდა მეც გავაკეთო. არაერთხელ გამიკეთებია და ძალიან ისე სოლიდური თანხები გამითამაშებია და მიმიცია ადამიანებისთვის. ყველა იმ TikTok ედიტორს, ვინც hashtag აკეთეს იკეთე პატოსთან ერთად, გაგვიკეთებს, ედიტებს TikTok-ზე ჩვენი ამ პოზიტიური და საყვარელი და კარგი ვიდეოები აუცილებლად მომთაგოს და ჰეშტეგი უნდა იყოს აკეთეს იკეთე პატოსთან ერთად. ყველა ედიტორი, ვინც გააკეთებს, მე აუცილებლად ნახავ. სამეული, ვინც მომეწონება, გადავცემ 150 ლარს, გადავცემ 100 ლარს და გადავცემ 50 ლარს. მადლობა დიდი. რა ვქნა, მეტი არა მაქვს. მე რომ მქონდეს დიდი შესაძლებლობა და ფინანსები, სპონსორები მყავდეს, სხვა იუთუბერებივით გადაგიხდიდით 500-საც, 1000-საც, 3000-საც და 8000-საც. მაგრამ საშუალება არა. როგორი საშუალებაც მაქვს, ისე გთავაზობთ. ვისაც ენებოს TikTok ედიტები არ დაეზარება გააკეთოს. გააკეთოს და ეს კიდევ მეტ საშუალებას მოგცემს იმის, რომ ეს ჩვენი კარგი საქმე მეტმა და მეტმა ადამიანმა ნახოს. და კიდევ ვინც იმას იძახით, რომ თუ სიკეთეს აკეთებ, კამერა ამისთვის საჭირო არ არის. ბოდიშით და გაიარეთ თქვენს გზაზე. ძალიან გთხოვთ. მე რომ კამერების გარეშე ვაკეთებ, იმის 1% არ გადარწმუნებულა გაკეთებული რა. ბევრ ესეთ ადამიანს, ვინც მაგას მასე ლაპარაკობთ. ასე რომ მადლობა ყველას დიდი და ჩვენ კიდე ამოვალთ აქ რაღაცეები გასაკეთებელი გვაქვს. ეს არის მეორე ნაწილი ვიდეოსი. მესამე ნაწილსაც დაელოდეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხე ნაწილი უკვე იქნება ფინიში რა. წავედით ახლა ჩვენ, ჩამოვждეთ ცოტა ხანი, ვისაუბროთ. თქვენ შეგიძლიათ რომ დააზიაროთ რა და სათამაშოების მაღაზიებმა, სუპერმარკეტებმა, ნებისმიერმა რამე ადგეს და რაღაცა გვითხრას 1-2 სიტყვა და დაგვიდგეს გვერდში, რომ ესეთ ოჯახებს ზოგადად სადაც ეხა ვართ, მოსული ძალიან ბევრი არიან, რომ ჭირდებათ ადამიანების გვერდით დგომა. TikTok-ზე დადონატებული ფული, რაც კი დაადონატეს სადღაც 200 ლარამდე, 200 რაღაცა ლარი, ავდექით და ხელი ვიყიდეთ, მილეულები ვიყიდეთ და მთელი ამბავი. ეხა ეს ჩემი ბავშვების რაც კია, კაროჩე არ თამაშობენ, ზოგი ჩემი მეგობრების მოცემული არის ზოგი რაღაცეები და წამოუღე ეხა ტყუილა იყო სახლში და თქვენც ხო შეგიძლიათ რომ მსგავსი რაღაცა გააკეთოთ. გიო. ამა შეხედე, ოპა, სეიზამე. შეგიძლიათ და არ აკეთებთ. ვიღაცებმა გამოიჩინეს ყურადღება ესე რო თქვათ რაღაცეები. მარტო ის არ არის რა. დამპირდეთ, დაგვპირდეთ და მე არ გააკეთოთ. მარტო დაპირებებს თავი დაანებეთ. იმიტომ რომ ბავშვები არ უნდა მოატყუოს არამედ რა. გაიზრდებიან ეს ბავშვები და მე ნახეთ როგორ დაგიბრუნდებათ ის ტყუილი. ამათ რო დაპირდები რაღაცას უნდა გააკეთო რა. რომ არ ცხილაძემ იმღერა ესეთ სიმღერა. ბავშვი ნახოთ ტყუილს ნუეტყი გაიზრდებაო და გიღალატებს. მართალია. ამო ეზოში ვიაროთ. ჩვენთვის თავარი რა არის, იცი? ბავშვებს ჰქონდეს ელემენტარული პირობები რა. ეგარ მე რა, ორი პარასკე მაგდა ჩაიდი, როდის გავში გავფეხს ეგერა მაგ ჩემიცა და ამ ბაღნებს რა დაუდგა. ბავშვებს ჰქონდეს ელემენტარული პირობები. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ გაჭირვებაში გაზრდილი ადამიანი, უფრო მეტი ადამიანი არის ცხოვრებაში, ვიდრე ფუფუნებაში გაზრდილი რა. ფუფუნებაში გაზრდილი ადამიანი ვერ ხვდება გაჭირვების ფასს. და ისიც არ იცის ხელი როგორ გაუწოდოს გაჭირვებას. მიგეთ, იყო მომენტი და დრო, რომ ყველას გაგვივლია გაჭირვება რა. იყო დრო და მომენტი ჩემს ბავშვისთვის კარაქის ფული არ მქონდა, რომ კარაქი და პური მიეყოლებინა ჩაისთვის. იყო ეგეთი მომენტი. მაგრამ გაუმკლავდით ადამიანები რა. ესე ხდება, ცხოვრებისეული პრობლემა ყველას აქვს რა. მე რო აქ ამოვედი პირველად, ხო, ეს ბავშვები რო დავინახე, ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, ელემენტარული რო არ გამეკეთებინა რაღაცა ამ ბავშვებისთვის. ეგ არის ჩემი შესაძლებლობა, რომ ადამიანებს მივაწვდინო ხმა, ისეთ ადამიანებს, რომელსაც ელემენტარული შეუძლია რაღაცა, როგორც შეუძლია, გულით შეუძლია, ადგება და ელემენტარული დაეხმარება იმ ადამიანს, ვისთანაც ვართ აქ და ვაპირებთ რომ დავეხმაროთ რა. ეგ არის. მე ეს შემიძლია და გავაკეთე ის, რომ აი მივაწვდინე ხმა ისეთ ადამიანს, რომელმაც დაგვიდგა გვერდით, აგე ფანჯრებს ვცვლით, ზამთარში ქარი დაუბერავს,
ფანჯრებში სიცივე არ შევა. იქ ჩემმა მეზობლებმა ადგენენ თამაშობები, ტანსაცმელები, რაღაცეები უყიდეს ბავშვებს. ყოველ ამოსვლაზე გამორიცხული არისო. მე 100-150 ლარი მაღაზიაში არ შევიარო და ტკბილეულები არ ვიყიდო და ისე არ ამოვიდე აქ. იმიტომ რომ 5 ბავშვი არიან. ბავშვს სულ არ უნდა ეხა შენი კარაქი და პურის, შოკოლადი და კანფეტი დაანახე, ეგ უხარია რა. აი, ანგელოს გოგოს მოუტანე სათამაშოები ერთობა მისთვის. იუთუბერებმა კიდე ადექით ძმა უნდა გავაკეთეთ ესეთი რაღაცეები. ყავთ ბევრს სპონსორები, ბევრს გაქვთ შემოსავალი და მიიღეთ ჩემგან ესეთი გამოწვევა. საახალწლოდ მინიმუმ 2 ოჯახი გაახარეთ ვინმე. საახალწლოდ. ყველა საქართველოს მასშტაბით ყველა იუთუბერს გიწევთ ამ მარათონში. რა ვიცი. გამიხარდება ძალიან ძმა. ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი, ყველა ბავშვი უნდა იყოს პოზიტიურ ხასიათზე, ყველა ბავშვი უნდა იყოს გახარებული. მე არავის არ ვაძალებ და არავის არ ვეუბნები, რომ გინდა თუ არა გააკეთე. არა, ეგ ნებასურვიზეა დამოკიდებული და არავინ არ არის ვალდებული რაღაცა გააკეთოს და ვიღაცას რაღაცა მისცეს. არ არის არავინ ვალდებული. ვინმეს თუ რამე არ მოგწოთ, ცივი წყალი დალიეთ ჩემი ნალაპარაკებიდან ძმა. სწორედ ამ ბავშვებისთვის ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ დღეების განმავლობაში, რომ მათი ხმა მიგვეწვდნა იმ ადამიანებამდე, ვისაც მათი დახმარება შეეძლო. დღეს ხედავთ ხელოსნებს, როგორ აწყობენ მეტალოპლასტმასის ფანჯრებს სრულიად უსასყიდლოდ. უბრალოდ ნივთს, მაგრამ ამ ოჯახისთვის ეს ფანჯრების სითბოს, უსაფრთხოებას და მშვიდ ძილს ნიშნავს. ზამთრის ქარი, რომელიც აქამდე ყოველდღიური სტუმარი იყო, მალე ვეღარ შეძლებს ამ ბავშვების შეწუხებას. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მოთამაშის დაუფიქრებელი, გულით გაკეთებული ნაბიჯით. ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ სხვის სიტკივილი მის სიტკივილიც იყო. და რა თქმა უნდა, ამ ბავშვებზე ლაპარაკისას სიტყვები ვერასდროს შეედრება იმას, რასაც მათი თვალები გაგრძნობინებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ლამაზი, გულწრფელი ბავშვები ბევრად მეტს, სითბოს, სიყვარულს, ზრუნვას, ბევრ სათამაშოებს და უპირველესად თბილ სახლს იმსახურებენ. ისინი ჩვენი მომავალი არიან. თაობა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელი სჭირდება. ყველა გემრიელი, თბილი, გულთნახოს მიმტანი. ჭირვარამის გამზიარებელი. ყველა უნდა დაგოსო ხალხს. შემოგე. მაგრამ იყავით და კარგად იყავით და თქვენ გეხუტნოთ ხახნო. ეს ელემენტარულად დედამიწის პლანეტაზე თითცა ჩამოსათვლელი ხალხია. ასეთი პრობლემები ასევე თქვენსა რასო გაკვირდებოდი და იყურებდი ხახნო ყველას რომ გულთნახოს მიმტანეთ. ამ გასის თავისებური პრობლემა და ავით იხარეთ დებდნენ ხალხს. შემოგე, ჯამთლად იყავი, კარგად იყავი. ახლა გიჩვენებთ სახლს ზემოდან. დრონის კადრებს, რომ უკეთ დაინახოთ როგორი მძიმე, თითქმის ჩამოგრევის პირას დგომი გარემოა, სადაც ეს პატარები ცხოვრობენ. ჯერა რომ თქვენი დახმარებით ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ მათი ისტორია. ოჯახის და ამ პატარა ლამაზების სახელით დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც გვერდით დაგვიდექით. მადლობთ ყველას, ვისაც ჯერა სიკეთის ძალის. და გვახსოვდეს, სიკეთის გაკეთება არ არის დიდი ძალისხმევა. საკმარისია პატარა ნაბიჯიც.